მოდით ამჯერად ჩაუღრმავდეთ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, მაგრამ ამავდროულად ყველაზე სადავო რიცხვს თანამედროვე ეკონომიკაში. ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტი, ანუ როგორც ყველასთვისაც ცნობილი, მშბ. 10 წლეულების განმავლობაში ის ქვეყნის წარმატების მთავარ საზომად ითვლებოდა, დღეს ბევრი ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი უბრალოდ საშიში ილუზიას გვიქმნის. ოდესღაც მშპ-ს ფაქტობრივად ეთაყვანებოდნენ. წარმოგიდგენიათ, 1999 წელს ეროვნულ ანგარიშთა სისტემა, რომლის მთავარი პროდუქტიც სწორედ მშპ არის, მე-20 საუკუნის უდიდეს გამოგონებად აღიარეს. ის იყო ეკონომიკური ჯანმრთელობისა და პროგრესის აბსოლუტური უპირობო საზომი. მაგრამ ეს სურათი რადიკალურად შეიცვალა. განსაკუთრებით 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ კრიტიკოსებმა მას გაფეთიშებული რიცხვი უწოდეს, რომელიც სინამდვილეს კი არ ასახავს, არამედ ამახინჯებს და საზოგადოების რეალურ კეთილდღეობაზე არაფერს გვეუბნება. ბევრმა მისგან სრულად გათავისუფლებაც კი მოითხოვა. ასე რომ, სად გადის ზღვარი? არის ის მართლა შეუცვლელი ინსტრუმენტი თუ საშიში ილუზია? ამ ანალიზში ჩვენ სწორედ ამ კითხვაზე პასუხის პოვნას შევეცდებით. ამ ყველაფერში რომ კარგად გავერკვეთ, მოდით დროში ცოტა უკან ვიმოგზავროთ და ვნახოთ, საიდან და როგორ გაჩნდა მშპ და რა იყო მისი თავდაპირველი მისია. იცით, ეროვნული დოვლათის დათვლის იდეა ახალი სულაც არ არის, მაგრამ შეხედეთ ამ ტაიმლაინს. მისი თანამედროვე ფორმა ფაქტობრივად დიდი დეპრესიის შვილია. წარმოიდგინეთ, მთავრობებს ჰაერი ვიჭირდებოდათ, რაღაც ინსტრუმენტი, რომ ეკონომიკური კოლაფსის მასშტაბი გაეზომათ. სწორედ ამ კრიზისმა შვამ შპ, როგორც ჩვენ დღეს ვიცით. აქ არის ალბათ ყველაზე გასაოცარი დეტალი. თავად მშპ-ის ერთ-ერთმა მთავარმა არქიტექტორმა საიმონ კუზნეცმა თავიდანვე გაგოფრთხილა, როგორც ამ ციტატაში ვხედავთ, მან ჯერ კიდევ 1934 წელს ისენაც უთხრა, რომ ეს მაჩვენებელი ზომოს წარმოებას და არა კეთილდღეობას. თითქოს ეს უმნიშვნელოვანესი გაფრთხილება ყველამ უბრალოდ დაირიცხა. კარგი, ახლა კი მოდით პირდაპირ გადავიდეთ იმ მთავარ ნაკლოვანებებზე, რომელთა გამოც მშპ-ს 10 წლეულების განმავლობაში ასე მწვავე დაკრიტიკებენ. რობერტ კენედის ეს საკულტო ფრაზა, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ითქვა, პრობლემის არსს იდეალურად აჯამებს. ის ხაზუსვამს, რომ მშპ-ის ციფრები ვერასდროს ასახავს იმას, რაც ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ნამდვილად ღირებულია. იქნება ეს ჩვენი ჯანმრთელობა, განათლება თუ საზოგადოების ერთიანობა. 2009 წელს გავლენიანი სტიგლიც-სენფიტუსის კომისიის ანგარიშმა ეს კრიტიკა დეტალურად ჩამოაყალიბა. აი შეხედეთ ამ სიას. მშპ უბრალოდ თვალს ხუჭავს ჩვენი კეთილდღეობის საფუძვლებზე, ჯანმრთელობასა და განათლებაზე. ის ვერ ხედავს მზარდ უთანასწორობას. ის არ ითვალისწინებს მილიონობით საათის აუნაზღაურებელ შრომას, რომელიც ძირითადად ქალების მხრებზე გადადის და რაც ალბათ ყველაზე სახიფათოა, ის ბუნების განადგურებას პროგრესად გვისახავს. მოდით ვნახოთ კონკრეტულ მაგალითზე, რა აბსურდამდე მივდივართ. როდესაც კატასტროფა ხდება, მაგალითად ქარიშხალი, აღდგენით სამუშაოებზე დახარჯული ფული მშპ-ს ზრდის. გამოდის, რომ ტრაგედია ეკონომიკისთვის სასარგებლოა. ეს ხომ სრულიად უკუღმართი ლოგიკაა, არა? ან აიღეთ სხვა მაგალითი. რაც უფრო მეტად ბინძურდება გარემო, მით მეტი ფული იხარჯება მის გაწმენდაზე და ესეც მშპ-ს ზრდის. ანუ ეკონომიკა ფორმალურად იზრდება, ჩვენი ცხოვრების ხარისხი და პლანეტის ჯანმრთელობა კი უარესდება. და ეს მონაცემები უკრაინიდან, სიმართლე გითხრათ, უბრალოდ შოკის მომგვრელია. ომის პირობებში 2022-დან 2023 წლამდე მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაიზარდა. როგორ შეიძლება ეს მოხდეს? ამას ორი ტრაგიკული მიზეზი აქვს: მოსახლეობის კატასტროფული შემცირება და თავდაცვაზე გაწეული კოლოსალური ხარჯები, რომელმაც მშპ-ს თითქმის 23% შეადგინა. ეს დიაგრამა ამ მტკივნეულ პარადოქსს კიდევ უფრო ნათელს ხდის. დიახ, სვეტი გაიზარდა, მაგრამ ეს რიცხვი არაფერს გვეუბნება უკრაინელების ცხოვრების გაუმჯობესებაზე. პირიქით, ეს ზრდა ომის საშინელებებსა და დემოგრაფიულ კრიზისს მალავს. ეს არის მომენტი, როცა საბოლოოდ უნდა მივხვდეთ, მშპ არასდროს ყვება სრულ ამბავს. მაგრამ იქნებ პრობლემა თავად მშპ-ში სულაც არ არის. იქნებ პრობლემა ჩვენშია, იმაში თუ როგორ ვიყენებთ მას. ეს არის ის, რასაც ექსპერტები მშპ აზროვნებას ეძახიან. ეს არის აკვიატება, როდესაც მთავრობები და საზოგადოება მხოლოდ ამ ერთ რიცხვზე არიან ჩაციკლული. მაგალითად, როდესაც პოლიტიკოსი ამბობს, ჩვენი ეკონომიკა 3%-ით გაიზარდა, მაგრამ არაფერს ამბობს იმაზე, რომ ამავე დროს ჰაერის დაბინძურებაც გაიზარდა, ან ეს ზრდა მხოლოდ უმდიდრეს 1%-ს შეეხო. ეს ანალოგია, ვფიქრობ, იდეალურად ხსნის ყველაფერს. მხოლოდ მშპ-ზე დაყრდნობა იგივეა, რაც ექიმმა პაციენტს წამალი მისი გასინჯვის, ანალიზების, აღების და დიაგნოზის დასმის გარეშე დაუნიშნოს. ჩვენ გვჭირდება სრული დიაგნოზი, სრული სურათი და არა ერთი, ხშირად მატყუარა ციფრი. კარგი, გასაგებია პრობლემა, მაგრამ რა არის გამოსავალი? მოდით ვნახოთ, როგორ ვითარდება თავად სისტემა, რომელზეც მშპ არის დაფუძნებული.
საინტერესოა, რომ ექსპერტების უმრავლესობა არ ამბობს, მოდი შპ საერთოდ გადავაგდოთო. არა, ისინი ამბობენ, რომ დროა განვაახლოთ მთელი მეთოდოლოგიური ჩარჩო, რათა ის 21 საუკუნის გამოწვევებს მოერგოს. და ამ ახალ სტანდარტს ეროვნული ანგარიშთა სისტემა 2025 ქვია. მოდით ვნახოთ, როგორ პასუხობს ახალი სისტემა მთავარ კრიტიკას. პირველი და უმნიშვნელოვანესი გარემო. აქამდე თუ ქვეყანა თავის ყველა დღეს გაჩეხავდა და გაყიდდა, მშვიდიზრდებოდა. ახალი სტანდარტით კი ეს რესურსების განადგურება ხარჯად ჩაითვლება, როგორც აქტივის დაკარგვა. ეს ცვლილება ბევრად უკეთ გვიჩვენებს, არის თუ არა ეკონომიკური ზრდა მდგრადი. მეორე დიდი თავსატეხი ციფრული ეკონომიკა. აი დაფიქრდით, როგორ უნდა გაზომო ისეთი რამის ღირებულება, რასაც უფასოდ ვიყენებთ, თქვათ Google Maps. ახალი სისტემა კომპანიების მიერ შეგროვებულ მონაცემებს აღიარებს როგორც აქტივს, ისევე როგორც ქარხანას ან მანქანას. ეს კი საშუალებას გვაძლევს ციფრულ ეპოქაში ეკონომიკა ბევრად ზუსტად გავზომოთ. და ბოლოს უთანასწორობის პრობლემა. იცით, საშუალო მაჩვენებლები როგორ შეიძლება გვატყუებდეს, ხომ? თუ 1 მილიარდერს აქვს მილიარდი და 9 სხვას არაფერი, საშუალო შემოსავალი 100 მილიონი გამოდის. SNA 2025 მოითხოვს მონაცემებს თუ როგორ ნაწილდება შემოსავალი და სიმდიდრე. ეს დაგვეხმარება დავინახოთ, ვისთვის მუშაობს ეკონომიკა სინამდვილეში და ვის ტოვებს პროცესის მიღმა. და აი ამ ყველაფრის შემდეგ, სად ვართ? რა არის მთავარი იდეა, რომელიც უნდა დაგვრჩეს? მთავარი დასკვნა ესაა. მომავალი არ არის რაღაც ახალი ერთი ჯადოსნური რიცხვი, რომელიც მშპ-ს ჩაანაცვლებს. არა, მომავალი არის ინდიკატორების ერთგვარი დაფის გამოყენება, სადაც განახლებული მშპ იქნება მხოლოდ ერთი ნაწილი ჯანდაცვის, განათლებისა და გარემოს მაჩვენებლებთან ერთად. მხოლოდ ასე მივიღებთ სრულ სურათს. საბოლოო ჯამში ხომ იცით, ეს ყველაფერი ერთ ძალიან მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ კითხვამდე დადის. რას ვთვლით ჩვენ, როგორც საზოგადოება, ნამდვილ პროგრესად? იმიტომ რომ ის, რასაც ვზომავთ, საბოლოოდ განსაზღვრავს იმას, რისკენაც ვისწრაფვით. და ეს კითხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემი.